სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მერე გვიან ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო რაკნის ბავშვმა დაიძინეს. გაიღვიძეს ვაჭამე და ისევ ჩაიძინეს. ენაცვალოთ მამა. ზვი. ხო. გახსოვს 3 დღის წინ რა შემპირდი? რას? აუ არ გახსოვს ხო? არა, მე ბევრ ამას კვირდები და შენ რომელზე მეუბნები გააჩნია. რაც შემპირდი და ბავშვებს დავიტოვებ ერთი დღით. არ გახსოვდა ხო? გეხმრე, კარგი რა, როგორ არ მახსოვდა. უბრალოდ შენი გაუმეტყველება მაინტერესებდა. ზვიად. ვიცი რომ არ გახსოვდა. ზვიადი არა. ზვი. ხო ძვირფასო. მართლა გახსოვდა? კი, როგორ არა. დღეს არსად არ მივდივარ, სახლში ვჩებიდან ბიჭებმაც იციან რომ უჩემოთ მოვწევ დღეს მუშაობა. მართლა? დიახ. აი მე რა საყვარელი ხარ. მადლობა ძალიან დიდი. წავალ მაშინ ჩავიცავ ხო? თორე ვერ მოვასწრებ. დალია შენ შემოდი. ალო, კასპერ. ხომ მშვიდობა გაქვს ამ დილაუთენია. აუ, უნდა მიშველო რა, რაღაც ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდი, რომ დღეს უნდა გამოთავისუფლო. ხო კარგად ხართ, ბიჭო, ბავშვები როგორ არის? არა, კი, კარგად არიან, უბრალოდ მე ვიტოვებ რა, იმის რაღაც საქმე აქვს და უნდა გავიდეს და დამტოვებელი არ ყავს. კაი, მიდი, ზვიად მიხედე კაცო. ხო, ჩიქარი ხარ. ოღონდ იცოდე, ეს მეტი არ განმეორდება. არა, მიდი. კაი, მადლობა. მოხვედი ლალი უკვე. აი 2 წუთიერად შემოვედი და სიჩუმე რო იყო მივხვდი რომ წასულები იყავი სასეირნოდ. ხო. აუ კი მაბრაზებს ხოლმე კერესა, მაგრამ ელმო ვაღიარო რა. ძალიან კარგი მამა. ჯერ ხო ისე ელაპარაკება ბორსო, გეგონება ჩამოყალიბებული ადამიანია. ელოდება რომ რაღაცა პასუხი გასცეს იმანაც. და ეხა კიდე 3 წრე შემოარტყა ვაგის პარკს. მეთქი მე ავალოთ ხო მე ამოდით თქო. ხო, კერესა ნამდვილად შეიცვალა კატოს მერე. მარტო კერესა არა, მეც. ნუ, მაშინ მე რა დავაშავე მეც. აუ, ლალი ბლინები უნდა გავაკეთო და ხო შეჭამ. შენ გაკეთებულ ბლინებს მე აუცილებლად შევჭამ. ხარი. რაღაც ესე უნდა გელაპარაკო. შვიდობა? იცი რა, მე შეიძლება ცოტა ხე გიჟბებია ვარ გავიგე, მაგრამ ექიმთან დაკავშირებით უნდა გელაპარაკო. ხო. კერესა წუწუნებდა გუშინ მაგას. ხო, იმას წუწუნი არ ერქვა, მიყვირო და მე პირადად, მაგრამ გაბრიელის შემთხვევაშიც ესე ვიყავი. და მე ანა დავითანხმე, წავედით, გავესინჯეთ ყველაფერი კარგად და ყველა დამშვიდდა. ხო, მაგრამ ჯერ პატარა ხო არ არის გამოკვლევებისთვის. 3 თვის არის უკვე. დიდი გოგოა. ხო, ისე მეც ვიფიქრე მაგაზე. მაგრამ რაღაც პრობლემები რომ მქონდა დაურსულებაზე, ცოტა მეშინია. ისე დედა. რამე ცუდი რო გავიგოთ. არა
ყველაფერი ცუდი რო არ იქნება, მამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ ესე არის ნერვიულო, დავიზღვევ თავი. აი რა უნდა მივიყვანოთ, მოვიყვანოთ. ხო. მართალი ხარ მოვიყვანოთ. ხო. მაგრამ კერესა რო გაბრაზდება? მოდი კერესას დავილაპარაკები მე. ან საერთოდ რა თქვინდა კერესა იქ რა საჭიროა? არა, ეგრე ეწყინება და ახლა კაი, არ ეწყინება. დავილაპარაკები მე. მოდი ხა დავიწყებ მე გაკეთებას. თორემ მოვლენ ისინიც უკვე. იცი რა, მაშინ ვითომ შენი იდეა ექიმის რა. კაი, შევთანხმდით. მე დავილაპარაკები. კარგი. რომ წონოდა მოხვიდოდი, შენ გემრიელ რაღაცები. აუ კარგი რა უწუხდები ხოლმე რა. რა შეწუხება? რა ვიცი რაღაცა საქმე გამემაზა დილიდან და გამოვიქეცი ეგრე. საქმის გამაზვა ცუდია, მაგრამ რომ მოხვედი ყველაზე კარგია. რა ხდება როგორ ხარ? რა ვიცი. ვა! ასპერ, ვა, დილაუთენია რამ გაგავიდა. ეთყობა გუმა მიგრძნო რა მოდიოდი რა. ესეც კაი მაიმუნი არის, ჩემი არ იყოს. აბა მიდი, რა შეყვებოდი? აუ რაღაც ცეხში ბევრი საქმე დამიგროვდა ერთად რა და სულ იქვა. ბევრ საქმეს რა ჯობია. ცოტა საქმე. მერე? ზვიადის ეყოლა ტყუპები. საყვარე. და ყოველ დღე აგვიანებს თან ცოტა ადრე უშვებ ხოლმე. მესმის ყველანაირად ვცდილობ რომ ხელე შევუწყო. თან ბავშვებსაც ხო ჭირდება ყურადღება და მაგიტო. ძალიან კარგია. თავიდან გაუჭირდება და მერე უკვე რომ აეწყობიან, შეეჩვევიან და ყველაფერი დაალაგდება. საყვარლები. კობაც მარტო რასაც აკეთებს რა. არსენა მაინც მყოლოდა ეხა რაღაცაში წაგვიკრავდა ხელს და გვეხმარებოდა რა. ბა, საწყალი არსენა. აი, მოიხდის და გამოვა რა, რას დასტირი ხარ. ხوار მოკვდა. გაირეზი ახლა. როდის ეგ მოიხდის და გამოვა. როცა მოიხდის, ხო მოიხდის, მალე გადის რო. ცხელი წყალი დარჩა? კიდე კი. ნელა. ორი წუთი დარჩა და ტესტებს ვიბარებ. აბესაძე, წინ იყურე და ნუცქნუდავ. შენი ვარიანტი არ ვარ. ალთანდილს რო უყვარს იმ გოგოს რა ქვია? დინადინი. არ მესმის. გამიცვალე. ატყობა. დასრულდა დრო. ჩამაბარეთ. აბესაძე, გუგუშვილი გამოართვი თუ შეიძლება ტესტი აბესაძეს. ხალა რა. ვინა ეს? ორშაბათისთვის მოსამზადებელი გექნებათ პრეზენტაცია. შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის შესახებ. ორ კაცზე მეტი წყვილში არ დაგინახოთ. მას ჩვენ ვინც გვინდა ისინი? არა. შეიკრიბებით დაქალები და რჩებიან მერე თითოეულა ბავშვი ასე ეულად. თქვენი გვარები ამ ხუთშია. სათითაოდ მოხვალ და აიღებთ. მე მეცა მომღერა. ისა მოგივიდა. შენა მომიყვედა. ვა, რა მაგალია. კიდევ კაი, თორე ვერ ვიგებ ამ შოთას და თამარს. მოგიყვები მე. აბესაძე,
საპატიო მოწვევა გჭირდება? მამა, ახლა. რა საჭმლის დრო გვაქო, ჰა? Ჭამო მოვიშოვნოთ. ჭამო, მოდი. ჭამო ჯექინელა. აი ეს. ხო, ერთი წამი მაცადე. მოდი შეჭიმო პატარა. ხამი. შმაგუნა რა იყო? მაშმაგუნა. Quanta scena facciamo angeloso. Carghi la mamma ra. Sì. Каспер, ბიჭო, უნდა მიშველო რა. რა ხდება, მშვიდობა გაქვს? ბიჭო, პამპერსი აქვს ამათ გამოსასვლელი. იმის კიდე უთხარი 9 ჯერო ვიცითქო და არ ვიცი და რამენაირად უნდა დამეხმარო რა. მე ბიჭო, რანაირად შვილი მყავს მე თუ საიდან უნდა ვიცოდე? კარგი რა, შენ ხო ყველაფერი იცი, ეგეც გეწოდინება. ბიჭო, მართლა არ ვიცი, შენ ძმობას ვიცავარ. ამის ხათრით შეხედე. ზვიად, რაც თავი მახსოვს, საფენებს აღარ ხმარობ მე და მანამდე რა იყო მართლა არ ვიცი. მომისმინე, კობას დაურეკე. უეჭველი ეწოდინება. კარგი ხო, გავიგე. კარგი, კობას დაურეკა. კობა, უნდა მიშველო რა. რა ხდება, მშვიდობა? არა, ჯო, საფენის გამოსვლა არ ვიცი და გეხვეწები რამენაირად უნდა დამეხმარო რა. აი ხა მართლა მაღაზიაზე მიერეკავ, თუ მე გადავები. არა, რას გეყადავები, ვერ ხედავ რა დღეში არიან. აი, ამ ერთხელ აი გვანცას ხათრით დაგეხმარები. ო, აი, გვანცუ, აი, კობა ბიჭი, გვეგვიშვალე ხო? All the meerkats and a picture of Mom and Dad and Auntie Sue love a day out at the local zoo. Uncle Dave, my sister and me can watch all the chimps whilst they're having their tea. Everybody join the party.
ახლა შვიდობა? არა, არ არის მშვიდობა. რა მოხდა? შეკვეთა გაგვიუქმეს. დროზე რო ვერ დავიწყეთ კეთება გაგვიუქმეს. კიდე ეგ გვინდოდა. რა იყო ერთი დღეც რო ეცდიათ რა მოხდებოდა? რა ძმაო თქვი თავიდანვე სასწრაფოდ დასაწყებია მე. ჩვენ კიდე წინა შეკვეთა ვერ დავამთავრეთ რა. ანუ რა გავაკეთო? მე მარტო ვერავდივარ ამ ხელა საქმეს ძმაო. ზვია და კიდე ორად არის გახლეჩილი. ხანიკარი ხანა აქ და გაგვიუქმებდნენ, აბა რა იქნებოდა? ბიჭო, მესმის ძმაო, რომ ზვია და სერიოზული დანაკლისია, მაგრამ შენ ხო შეგეძლო ამის დამთავრება, რა გჭირს? გამაგებინე რა. ანუ მე დავაკელი რამე? მე არ მithქვამს ძმაო, რომ შენ განზრახ რამე დააკელი, მაგრამ ამ ბოლო დროს ვერ გცნო. მოიცა, ვერ გავიგე, რას მელაპარაკები, ანუ ვერ მივხვდი. ბიჭო, დაბნეული და გონება გაფანტული რო ხარ ეგ ერთი. და თან სულ დაღლილი და გაღიზიანებული ხარ და თუ რამე პრობლემა გაქვს, ძმაო, მითხარი და გვერდში დაგიდგები რა. შენ აიყო ეთერი მხარ გელაპარაკა რამე, ჰა? თუ რა ეთერის ტექსტებით მელაპარაკები, ბიჭო? რა შუაშია ეთერი? რაზე უნდა ელაპარაკო? რა შუაშია, იგივეს მეუბნებოდა გუშინო რა, კომარა დაბნეული ხარ, გაფანტული ხარ. ვერ გავიგე რა გინდათ, ანუ მარტო უმუშაობ და აღარც დავიღალო? თუ როგორ არის, გამარკვი ერთი, აბა? ხო, კაი, ბოდიში. ისე გამომივიდა, რომ ყველაფერი შენ დაგაბრალე რა. კაი და მაგ შეკვეთის დაბრუნების შანსი გვაქვს? არა. უკვე სხვას მიცეს ეს შეკვეთა და იმათმაც დაიწყეს მუშაობა. ერთი ის გამაგებინა, აი ეს ამდენი მასალა, რაში უნდა გამოვიყენოთ რა. კაი, არა უშავს. მაგათმა გაგვიუქმეს სხვა გამოჩნდება რა. ხო, სხვა უეჭველი უნდა გამოჩნდეს, თორე არ მინდა ეს თორემები გეხვეწები და. ინა მოგეხმარო? რა იყო იმედი გაქვს რომ უარს გეტყვი? უნდა მომეხმარო, აბა რა უნდა? წამო. ამბობს მეგონი არაფერი არ ისმის. ძალიან ზღაპარს უყურებოდი და რეაქცია არ ქონდა ვიყურებდი. რა იყო ხალხო? მოხდა რამე? რა გჭირთ? ლალი დავაშავე რამე? არა, ცოტა დაგვიანებული რეაქციები აქვს კი. დაიწყო ხა იმ თემას უბრუნდებით, ხო? აუ, კერეს სწორს გეუბნება რა. კაი, შეიძლება ცოტა პანიკიორები ვართ, მაგრამ ჭირდება გამოკვლევები ბავშვს. მე შემეშინდა იმ დროს რომ უყურებდი, ვიფიქრე თვალებს სხვა რა ელმებს მეტი. ხალხო, მომისმინეთ ერთ წამი რა. რატო არ გესმით? ბავშვი არის 3 თვის. ანუ იმის გჯერათ, რომ ანგელოზებს ხედავს პატარა ბავშვი და იმის არ გჯერათ, რომ ჯერ პატარაა და არ არის ისეთი მოხოდილი, რა გჭირთ? ნუ ხა ამ ისტერიკის გარეშე რომ ბავშვი ექიმთან მივიყვანოთ და ყველა დავშვიდეთ, მე მგონი შეიძლება. ხო. მე მგონი არ გაქვს შენ სამედიცინო ხარისხი, რომ პასუხი გქონდეს ყველაფერზე. შეიძლება არ მაქვს სამედიცინო ხარისხი, მაგრამ არ მინდა რომ ჩემმა შვილმა იწვალოს, გესმის? ის აცრები უნდა გაიგეთოს, სისხლის ანალიზები უნდა საერთოდ მომისმინეთ. თქვენ ვერ ხვდებით? იქ რო ჩადგებით რიგში კლინიკაში, შეიძლება ვირუსი აიყიდოს ძალიან მარტივად. ამაზე რატო არ ფიქრობთ? ჰა, ლალი? ეგ არგუმენტი საერთოდ აზრს მოკლებულია ბავშვი ექიმთან არ წავიყვანო, იმიტომ რომ ავათ არ გახდეს. თაგო, შენ თავს ფიცალა, თელი ბავშვობა. საერთოდ მე არაფერი არ მაწუხებდა, ხო? მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, თვეში 10 ჯერ ვიყავი კლინიკაში. საავადმყოფოში ვიყავი, არ იყო ესე? აი, ეგ გასაგებია, მაგრამ მომისმინე რა. მომისმინე? აი მე ხო გახსოვს არა, როგორ დეპრესიაში ვიყავი ამ დაურსულების გამო. ხო გახსოვს ეგ პერიოდი? ეგ რა შუაშია? იმ შუაშია კერეს, რომ მინდა რომ შვიდად ვიყო და ყველაფერი ვიცოდე წინასწარ. აუ, გიჟებში ვარ რა. გიჟებში ვარ, ხო? კარგი. კაი ბატონო, წავიყვანოთ და ესე ვაწვალოთ, ვაპროწიალოთ ზემოთ, ქვემოთ ბავშვი ესე. ოღონდ ერთი პირობით. რა პირობით? გეგმიური ანალიზების და ვიზიტების გარდა სხვას არაფერს არ გააკეთებთ. შევთანხმდით? ლალი, გასაგებია? დაიგვიძა მეგონი ბავშვი. მაკლია.
მოურჩი. მეც, 10 წუთის. იმიტომ რომ შენ ზედაპირულად აკეთებ. აი რა სალომე, რა ექსელია, თუ მორჩი, ესე იგი მორჩი. აი ეგ არგუმენტი მინდა რომ ვუთხრა HR-ს და ვიქნები უბედნიერეს. ჩვენ მოვჩის ეს. არ გაგვიშოს? რა ვიკითხე ქალბატონ ანას? აუ, შენ გითხრე. თან შენ ხო უფრო მაგარი. მე ვერ ვკითხავ, დილას ისეთი სახით დამხვდა. თან მაგის მერე არც გამოსულა. გაგრამე ვარიანტი. იცი რა შეიძლება HR-მა მოუშალა ნერვები. მაგრად არ დამევასა მეც ეგ ქალი. არა, ბიჭის თემა იქნება. ოუф. შენი აზრით მარტო ბიჭებზე იშლიან გოგოები ნერვებს? აუ ესე HR-თან ჭხუბი არ არის საინტერესო განსახილველი. როგორ არ არის? გუშინ რაღაცაზე ავედი მაგათ სართულზე და უცებიც არ წასულხართ? თქვენ გელოდებოდით, ანუ აღარ გჭირდებით? არა, შეგიძლიათ წახვიდეთ. უი, შენ კიდე აქ ხარ? გეძებდი. რაღაცა მინდა რომ გითხრა რა და მოდი იქით გავიდეთ, მოხდა რამე? არა, არაფერი, ჯერ შენ მითხარი. მინდოდა რომ გადაგეხედა უბრალოდ გასაგზავნი მაქვს საბუთები და ყველაფერი რიგზეა. მომეცი კი, აბა რა. გადავხედავ და რაც უნდა გითხრა? შვიდობა? კი, უბრალოდ სამსახურიდან მივიდივარ. რას ნიშნავს სამსახურიდან მიდიხარ? ანუ არაფერი ისეთი, უბრალოდ კარგი თანამდებობა შემომთავაზეს იგივე პოზიციაზე, მაგრამ უფრო მაღალი ხელფასით რა. თეცან როგორ ასე უცებ რანაირ? ხო და არც მე არ ვიცი უცებ დამირეკეს და ჩემთვისაც ძალიან მოუღუნელი იყო. და ხო ხვდები ხა გაბრიელის გამო მირჩევნია რომ რაღაც ესე მყარად ვიყო რა ფინანსურად. ხვდები? მის, მაგრამ ცოტა არ იყოს არ მჯერა. არც მე არ მჯერა ისეთი მოუღუნელი იყო, მაგრამ ნუ ეს არის რეალობა. HR-ს უთხარი? არა, ჯერ შენთან მინდოდა დავაპარაკება.